ბოლნისში წინა საახალწლო კონცერტი გაიმართა. ცუდი ამინდის მიუხედავად მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის წინ საგანგებოდ მოწყობილ სცენაზე ერთმანეთს ქართული ესტრადის ახალგაზრდა ვარსკვლავები ენაცვლებოდნენ. მომღერლებთან ერთად ბოლნისელთა განწყობაზე წამოყვანი ზრუნავდა. პირველი სცენაზე ნინა სუბლატი გავიდა, რომელმაც 3 სიმღერა შეასრულა. ბოლნისელებს ვილოცავ ახალ წელს, ვუსურვებდი რომ ყველაფერი რაც ჩაფიქრებული აქვთ აუხდეს, ძალიან წყნარი და წარმატებული წელი იყოს და მიხარია რომ დღეს მაქვს საშუალება მივულოცო მათ ახალი წელი, დამდეგი ახალი წელი უფრო სწორად და შევასრულებ რამდენიმე სიმღერას. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მაინც არ ვკარგავთ ამ საახალწლო წინა პერიოდს და განწყობას, ვართ ძალიან კმაყოფილები, ბედნიერები, გვიხარია და გვინდა რომ ბევრჯერ და ხშირად ტარდებოდეს მსგავსი ტიპის ღონისძიებები, გილოცავთ ყველას ახალ წელს. ნინა სუბლატის შემდეგ საკუთარი შემოქმედებით ბოლნისელებს ახალი წელი ოთონ ემსაძემ, ნინი ბრეგვაძემ, ძმებმა გულაშვილებმა მიულოცეს. ხარია რომ აქ ვართ, პირველად ვაკეთებ კონცერტს. ხო, ისე თბილად დავხვდნენ აქ ისე გაგუმასპილდნენ როგორც საჭირო არ რომ ძალიან მაგარ ხასიათზე ვართ, შემართება მაქვს ძალიან დიდი. მიუხედავად პატარა წვიმისა, ერთი სული მაქვს, როდის გავალ და ვიმღერებთ ბოლნისელი ახალგაზრდებისთვის და ძველ ხალხისთვის. ვილოცავ დამდეგს უსურვებთ ჩამრთველობას, სიკეთეს და გამრავლებას. მივესალმები სრულიად ბოლნისს და საქართველოს, მინდა რომ დღეს ბოლნისიდან მთელ საქართველოს მიულოცო დამდეგი ახალი წელი, იმიტომ რომ რაღაცა მნიშვნელოვანი მოვლენა ალბათ მთელს მსოფლიოში და მინდა რომ ახალი წლიდან საქართველო იყოს გამწრიანებული, გაერთიანებული, გაბედნიერებული და გახარებული და ყველას გისურვებთ ძალიან იყოთ ჯანმრთელები, ბედნიერები და ავიც ერთმანეთის მიმართ კეთილგანწყობილები. ძალიან მიხარია რომ დღეს ვარ თქვენთან ერთად და შევასრულებ 3 ძალიან კარგ სიმღერას. ეს იქნება Coldplay, Major Lazer და მესამე Jessie J. მინდა გისურვოთ დამდეგი შობა ახალი წელი და გისურვოთ ძალიან მაგარი 2016 წელი. აბა საღამო შეგამის! ინდივიდუალური მომღერლების შემდეგ სცენა ჯგუფმა გუფილენდმა დაიკავა, რომლებმაც საახალწლო განწყობა კიდევ უფრო ამაღლეს. ჩამოვედით იმისთვის, რომ გავართოთ ხალხი და არ ვიცი, ძალიან დიდი სიამოვნება რომ მიიღოს ყველამ და ჩვენ ამისთვის გავაკეთებთ ყველაფერს. მემედია რომ კმაყოფილი დარჩება თითოეული თქვენთაგანი. მართალია ამინდი ხელს არ გვიწყობს, მაგრამ მაინც ვხალისობ და ბედნიერი დღე არის, რა თქმა უნდა, ყველას ახალი წელი და ყველას ბედნიერად გაუჩენოს ღმერთმა. ღონისძიებაზე სიტყვით ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველი მოადგილე გამოვიდა. დავით შერაზადიშვილი დამსწრე საზოგადოებას მიესალმა და დამდეგი დღესასწაული მიულოცა. ძალიან ლამაზი საღამო არის დღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტში მოწყობილი, რომელსაც ამშვენებენ ალამაზებენ მოწეული ქართული ესტრადის ვარსკვლავები, რომლებიც ზრუნავენ ჩვენი განწყობის ასამაღლებლად, საახალწლო განწყობის ასამაღლებლად და სასიხარულო არის, რომ დღევანდელი ბოლნისის მოსახლეობა ესეთი განწყობით ხდება დღევანდელ დღეს და ღმერთმა მრავალ შობა ახალ წელს დაგვასწროს. დღევანდელ დღეს მთავრდება საახალწლო ღონისძიებები, მიუხედავად ცუდი ამინდისა და დაბალი ტემპერატურისა, მაინც უამრავი ხალხია შეკრებილი, არის კარგი აურა, კარგი განწყობა და ვფიქრობ, რომ მაყურებელი კმაყოფილი დარჩება. კონცერტის სისულელობისას განწყობა იმატებდა. მაყურებელი წინა საახალწლო საჩუქრით კმაყოფილი დარჩა. ვფიქრობ, რომ თებოლნისი კმაყოფილია ამით, უნდა ჩატარდეს ბევრჯერ, რადგან ბევრი მომღერალი, რომელიც ბოლნისს უყვარს, ყველა აქ და დიდი მადლობა მათ, რომ დრო დაგვითმეს ჩვენ. ძალიან მიყვარს სიმღერა და იმიტომ მოვედი. წინა საახალწლო 3 საათიანი კონცერტის კულმინაცია კი გრანდიოზული ფეიერვერკი იყო, ცაში უამრავი ფერი ელვარებდა.